საარჩევნო უბნების გახსნამდე 12 საათზე ნაკლები დარჩა. ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია. ხვალ პროცესს 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. ანუკი ჩხიკვაძე ამბობთ. თვითმმართველობის არჩევნები 2025 უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ამის ერთ-ერთი მთავარი გარანტი 28 საერთაშორისო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია იქნება. მუშაობა მისიის წარმომადგენლებს უკვე დაწყებული აქვთ. ისინი დააკვირდნენ წინა საარჩევნო გარემოს და ახლა მთავარი ორიენტირი 4 ოქტომბერია. შენიშვნებითა და რეკომენდაციებით საბოლოო დასკვნას უკვე არჩევნების შემდგომ გამოაქვეყნებენ. ელიან რომ წინა საარჩევნო პერიოდის მსგავსად არჩევნების დღეც მშვიდ გარემოში ჩაივლის. შემთხვევითი შერჩევის პრინციპი დავაკვირდებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 130 უბანს. რაც შეეხება წინა საარჩევნო პერიოდს, აღნიშნულ პერიოდსაც დავაკვირდით. გამოვლინდა რიგი დარღვევები. მთლიანად რომ შევაჯამოთ ეს წინა საარჩევნო პერიოდი, მიმდინარეობს 7 წყნარ გარემოში მეტნაკლებად. ჩემი მოვალეობაა, რომ უბრალოდ საარჩევნო პროცესის დაკვირვება ვაწარმოო, როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებმა ორგანიზებულად ჩაიაროს. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ და მოგვეცით შესაძლებლობა ყოფილიყავით ამ საარჩევნო მონიტორინგის პროცესის ნაწილი. ვფიქრობ, თვითონ არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია და აქამდე გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ შევამოწმეთ ძირითადად წინასწარი საკითხები, გადავამოწმეთ სამართლებრივი ჩარჩო, ასევე თქვენი საარჩევნო ადმინისტრაციის მზადყოფნა და უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ სანდო სამართლებრივი ჩარჩო, ასევე ძალიან კარგად მომზადებული საარჩევნო ადმინისტრაცია, აგრეთვე გამართული საარჩევნო უბნები. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ხვალ დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდება. ჩემთვის ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, რათა დავაკვირდე დემოკრატიულ არჩევნებს. შარშან ოქტომბერში აქ ვიყავი საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და ვფიქრობ, ის არჩევნები იყო ძალიან სამართლიანი, როგორც მაშინაც ვთქვი. ჩემთვის საქართველო კვლავ რჩება ერთგული იმისა, რომ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები თავისუფლად, სამართლიანად, კონკურენტულად, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ, ისე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ნამდვილ დემოკრატიებში. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ხვალ ხალხს ექნება შესაძლებლობა მისცეს ხმა, თავისუფალი ხმა, წმინდა ხმა, გამჭვირვალე და უნივერსალური ხმა. ვფიქრობ, საარჩევნო კამპანია იყო მშვიდობიან გარემოში. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინა თავისი პროგრამა, ასევე გაიმართა გარკვეული დებატებიც ტელევიზიაში. ამიტომ ჩვენ ველით, რომ ხვალ გაიმართება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები, სადაც ხალხს შეეძლება თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება. ჯერჯერობით რაც ვნახე და მოვისმინე კომისიისგან უფრო მკაცრია, ვიდრე ბევრ შტატში ამერიკაში. აქ ამ მომრჩევლის პირადობას ამოწმებენ. თქვენთან არ არის პოსტით ხმის მიცემა, როგორც ამერიკაში. ძალიან საინტერესოა, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე ვნახე. აქამდე ყველაფერი ნორმალურად ჩანს. ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს აქ პროცესი. ჯერ კიდევ არ დამისრულებია ყველა ჩემი დასკვნა. დაველოდებით შაბათამდე და ვნახავთ, მაგრამ აქამდე რაც ვნახე, ყველაფერი სწორად მიდის. ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე მიაწოდა. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. მივმართავ ამ მომრჩევლებს იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყვენონ საკუთარი არჩევანის უფლება. ცესკო აქამდეც ბევრჯერ გამხდარა ცრუ ბრალდებების სამიზნე. გამოცდილების გათვალისწინებით მისი ხელმძღვანელი პროვოკაციებს რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხვალაც ელოდება. საარჩევნო ადმინისტრაცია ძალოვან უწყებებთან ერთად მზად არის ნებისმიერი გადაცდომა აღკვეთოს, რათა მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარეთ გარკვეულ რეგულაციებს, ისევე როგორც კომპეტენციის ფარგლებს უწყებებს შორის. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა.
სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად და ფარულობის მაქსიმალურად დაცულობისთვის CESCO ამომრჩეველს სიახლით ხვდება, რომლის მიხედვითაც ხმის მთლელ აპარატზე განთავსებული იქნება დამატებითი ქაღალდის სპეციალური საფარი, რაც დაიცავს მოქალაქეების ფარულობას, მაშინ თუ ისინი სწორად ვერ მოათავსებენ ჩარჩო ფორმაში ბიულეტენს. ამომრჩევლის ნება მივიღეთ ზომები ვენდორ კომპანიასთან ერთად, ხმის მთლელ აპარატზე განთავსებული იქნება ქაღალდის სპეციალური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩარჩო ფორმაში თუნდაც არასწორად მოთავსების შემთხვევაში ან მარკერის კვალის უკანა მხარის გამოჟონვის შემთხვევაში არ იყოს სივრცე იმისთვის, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება განხორციელდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ.